59 წამი პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. Რატომ მერყეობს ლარის კურსი? Ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა ყოველთვის ძნელია, მით უმეტეს მაშინ, როცა ერთი შეხედვით ფუნდამენტური ფაქტორები ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს. დღეს შევეცდებით ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბროთ ლართან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე და მომავალი წლის ბიუჯეტის იმ პარამეტრებზე, რომლებიც ლარის კურსს უკავშირდება. მე კადეიშვილი ვარ და თქვენ უყურებთ განსხვავებული ფორმატის თოქ-შოუს 59 წამი. რა ფაქტორები მოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე? რა როლს თამაშობს ლარის გაუფასურებაში არასწორი მოლოდინები და რა უწყობს ხელს მათ შექმნას? როგორ აფასებენ ეკონომისტები 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს? რამდენად რეალისტურად არის ის დაგეგმილი არსებული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით? გადაცემაში 59 წამი სპეციალისტებთან ერთად საუბრობთ ლარზე და იმ ეკონომიკურ თუ არაეკონომიკურ ფაქტორებზე, რომლებიც ლარის გაცვლით კურსზე ზემოქმედებს. და გაგაცნობთ 59 წამის ამ ნაწილის სტუმრებს დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, აკაკი ცომაია, ეკონომიკის ანალიტიკოსი, გივი ადეიშვილი, ეკონომიკის ანალიტიკოსი და ნოდარ ებანოიძე, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი. სტუმრებს ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს არის გადაცემა 59 წამი, სადაც ვკამათობთ წესების დაცვით. აქ სტუმრები კითხვებს 59 წამში პასუხობენ და ერთმანეთს არ აწყვეტინებენ. შეგახსენებთ, რომ გადაცემის მოსმენა GDS-ის გარდა FM 98-სა და 1-ზე რადიო უცნობის საშუალებითაც შეგიძლიათ. ბატონ დავით, რა ფაქტორები მოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე? რატომ უფასურდება ჩვენი ეროვნული ვალუტა? მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისათვის. პირველ რიგში გასაგებად რო ვთქვათ, მოსახლეობისათვის ლარის კურსის ცვალებადობა არის ბალანსი, ასე ვთქვათ, თუ როგორ იცვლება მიმოქცევაში, ესე იგი ლარის ოდენობის და დოლარის ოდენობის. თუ რომელიმე მეტად აჭარბებს, მის მხარეს იხლება ამ პირიქით ეს კურსი. როდესაც მეტნაკლებად სტაბილურია ეკონომიკა, ლარის კურსიც, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად არის სტაბილური. ბევრი ფაქტორი მოქმედებს, რა თქმა უნდა, და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ხა ჩვენ შემთხვევაში რაც შეიძლება იყოს, ერთი ის, რომ ნახტომისებურად უკვე ლარის კურსი უკვე გაუფასურდა, როცა ეს სავალუტო კრიზისი იყო და 1.7-დან 1.8 ლარიდან 1 დოლართან მიმართებაში, ეხლა უკვე გახდა 2.2-2.3. აი ამ პარამეტრებში 2.3-ის ფარგლებში ეხლა ლარი არის მეტნაკლებად მერყევი. აქედან ახალი ნახტომი ჯერ არ მომხდარა არც ქვემოთ, არც ზემოთ. ამიტომ გასაგებია. ეს არის ეკონომიკის გამოხატული დიდი მადლობა. ეკონომიკის ლარის აი ამ ვისაუბრებთ კიდევ დაწვრილებით ლარის გაუფასურების მიზეზებზე, ბატონო აკაკი. თქვენი აზრით, რატომ უფასურდება ეროვნული ვალუტა? მოგესალმებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. აქ ეს ფაქტორები უნდა დავაჯგუფოთ ორ ძირითად კატეგორიაში. ერთს პირობითად უწოდოთ ფუნდამენტალური ფაქტორები, მეორეს უწოდოთ მოკლევადიანი ფაქტორები. ფუნდამენტალური ფაქტორები არის ის, რაც უკავშირდება დოლარზე მოთხოვნას და დოლარის მიწოდებას. ანუ რა რაოდენობის დოლარი შემოდის დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკაში და რა რაოდენობის დოლარი გაედინება. ეს არის ის მთავარი რის საფუძველზეც დგება წონასწორობის წერტილი და შესაბამისად ეს არის ის რაც უნდა იყოს ლარის კურსი, თუმცა გარდა ამისა არსებობს მოკლევადიანი ფაქტორები, თქვათ როგორიცაა მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური პოლიტიკა, მოლოდინები, რომლებიც მოკლევადიან პერიოდში ასევე გავლენას ახდენენ ლარის კურსზე და გადახრის შესაბამისად კურსს წონასწორობის წერტილიდან დროის გარკვეულ პერიოდში, რის შემდეგაც ის უნდა ისევ დაუბრუნდეს იმ წონასწორობის წერტილს, რასაც ფუნდამენტალური ძალიან დიდი მადლობა. ბატონ გივი, ფუნდამენტური ფაქტორები ახსენა ბატონმა აკაკიმ და ამ მხრივ მდგომარეობა არც ისეთი საგანგაშოა. ანუ 2017 წელს მაგალითად 3.6%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობა, გაზრდილია ტურიზმიც, ექსპორტი და იმპორტი შემცირებულია, მაგრამ როგორც ეკონომისტები ამბობენ, არასაგანგაშოდ. მაშინ რა მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე და ლარის გაცვლით კურსზე? მოგესალმებით.
მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. Რა თქმა უნდა, ხა ფუნდამენტური ფაქტორები თქვენ ახსენეთ, ერთ შეხედვით არ არის გაუარესებული, თუმცა არც გაუმჯობესებულია, შედეგად არ უნდა ქონოდა მას დიდი ეფექტი და არც ქონდა, თუ გადავავლეთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი დაახლოებით 2%-ით გაუფასურდა, რაც იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე დოლარის პოზიცია მყარდება და იგივე ევროსთან მიმართებით სადღაც 3%-ით გამყარდა 5-6%-ით პრინტად ფულთან, არ არის ეს ვთქვათ დიდი გაუფასურება ლარის. თუმცა ჩვენ შიდა ბაზარზე მოქმედებს მოლოდინები, ამ მოლოდინების შესაბამისად რომელიც წარმოიქმნება წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ჩვენ ვიცით თუ სეზონური, ესე ვთქვათ, ჩვენი ხარჯები როგორ იზრდება ზამთრის პერიოდში, აქ მცირდება ტურიზმი და შემოდინება ეს ყველაფერი ქმნის მოლოდინს, რომ ლარი გაუფასურდება, შედეგად ესე ვთქვათ, ბიზნესის და მოსახლეობაც იქცევა ისე, რომ იმარაგებს დოლარს და ეს სრულიად გასაგებია ჩემთვის. გასაგებია. ბატონო ნოდარ, იმ ვითარების ფონზე, რასაც მე ვისაუბრე და ჩვენი სტუმრების საუბრობენ, რით აიხსნება ლარის გაუფასურება? საერთოდ გაცვლითი კურსის მოკლევადიანი დინამიკის პროგნოზირება საერთოდ ცდება თუნდაც ყველაზე სრულყოფილი ეკონომიკური ანალიზის შესაძლებლობებს. გარდა ფუნდამენტალური ფაქტორების, რაც იყო ნახსენები, მოკლევადიან პერიოდში ბაზრის მონაწილეთა თქვათ მოლოდინები და სხვა ესე იგი მოკლევადიანი ფაქტორები ახდენს მნიშვნელოვან გავლენას თქვათ მერყევებასთან დაკავშირებით. ასევე მოკლევადიან პერიოდში გაცვლითი კურსის მოსალოდნელი დინამიკის პროგნოზირება თქვათ ფუნდამენტურ ფაქტორებზე საერთოდ უსარგებლოა. ეხლა ბევრი ფაქტორი იყო ისეთი, თქვათ მოკლევადიან პერიოდში ასაკუთრებით მოლოდინები, თქვათ აქ იყო საარჩევნო პერიოდიც, ამ ყველაფერმა გააკეთა ასე ხო, რაცა ბატონმა დავიცასმა ის ნახტომი იყო იმ პერიოდში, როდესაც იყო კრიზისი, ეხლა უკვე ესრულება არის იმ ამპლიტუდაში, რომელშიდაც თქვათ აიმე ძლიერი მერყეობა არ არის. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო აკაკი, რა როლი აქვს ლარის გაცვლითი კურსის რყევაში არასწორ მოლოდინებს და რა ქმნის ხოლმე ასეთ არასწორ მოლოდინებს? თუ შეგიძლიათ თქვათ, აი ამ შემთხვევაში რა იყო მიზეზი, რომ მოსახლეობას ჰქონდა გარკვეული არასწორი მოლოდინები? ვისი პასუხისმგებლობაა ეს? ხო, მთავარი მიზეზი მე ვიტყოდი მაინც რომ არის ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი და ეს არის ის ძირითადი პრობლემა, რის გამოც თქვათ ვერ ხდება გადაძალვა აი იმ ფაქტორების, რომლებიც გავლენას ახდენს ამ შემთხვევაში ლარის კურსის მერყეობაზე. ფაქტურად რა მდგომარეობაში ჩვენი ეკონომიკა მცირედი ნიავიც კი არის საკმარისი იმისათვის, რომ ლარი გადაიხაროს წონასწორობის წერტილიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი არის. ფუნდამენტალური ფაქტორების მხრივ, როგორც სტატისტიკა და მონაცემები გვაქვს ჩვენ, ეს სტატისტიკა გვეუბნება, რომ პრინციპში წმინდა ექსპორტი არ შემცირებულა, არც უცხოური ინვესტიციების კუთხით გვაქვს შემცირება, ასე რომ აქ უნდა ვეძებოთ ჩვენ მოკლევადიან ფაქტორებში მიზეზი. შესაბამისად, დრო არ მაქვს თუ დავიმატებთ. გისმენთ. ხო, ამ მოკლევადიან ფაქტორებში, რა თქმა უნდა, მოლოდინებს, მათ შორის მონეტარულ პოლიტიკასაც და ფისკალურ პოლიტიკასაც თავისი ადგილი უკავია. პირველ რიგში, დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკით. გაზაფხულიდან ეროვნული ბანკი ატარებს დედოლარიზაციის რაღაც პოლიტიკას, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ ეკონომიკური სტიმულირების პოლიტიკასაც, ბუნებრივია რომ ეს გარკვეულწილად გავლენას ახდენს ლარის კურსის მოკლევადიან მერყეობაზე და მათ შორის მოლოდინების ჩამოყალიბებაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის, რომ ადამიანებს არასწორი მოლოდინები არ აქვთ ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად სწორი მოლოდინები აქვთ და მოლოდინები არის ის, რომ ლარის კურსი ალბათ მომავალშიც გაუფასურდება. ფისკალურ პოლიტიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ თავისთავად ის, რომ დეფიციტური ბიუჯეტი გვაქვს, ეს თავისთავად უკვე ქმნის იმის მოლოდინს, რომ ლარი მომავალში უნდა გაუფასურდეს. ამდენად თავისთავად მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება, თქვენი აზრით არასწორი არ არის. არა, მოლოდინი გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ დავით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენი აზრით რა ქმნიდა ამ მოლოდინებს, არასწორ თუ სწორ მოლოდინებს? მოსახლეობამ რატომ გადაწყვიტა, რომ ჭარბი რაოდენობით შეენახა დოლარი მაგალითად და არა ლარი? მე არ ამგონია საერთოდ რომ აი ბოლო თვეები ხა ივნისიდან დაწყებული ლარის კურსი არის 2.3-ის ფარგლებში, ხო?
რაღაც პერიოდში იყო თქვა 10 დღისი ცოტა გაიქცა, მაგრამ არ დაგვაუწყოს რომ ეს მოლოდინი თქვა რა იყო ცოტა მოგვიანებით გეტყვით, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა მოახდინა ინტერვენცია, გაყიდა დოლარი შეიძლება ეს კურსი ასე ვთქვათ უფრო შორს ასულიყო 2.4-ის და ცოტა ზემოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში იქნა დაჭერილი და სწორედ ეს არის ზოგადად ეროვნული ბანკის როლი, როცა მე ადრეს ვახსენებდი, რომ რიგ შემთხვევებში როცა მოლოდინები არის სპეკულაციური ხასიათის და რეალურად არ არის დაფუძნებული სწორედ ამ მაკროპარამეტრებზე, არა აქვს ფუნდამენტალური ხასიათი, სწორედ ესაა როლი ეროვნული ბანკის, რომ ჩაერიოს და აღკვეთოს ესეთი არასწორი მოლოდინები, რისთვისაც და გამაგრძელებინათ ეკონომიკას აქვს საშუალება, რომ ამოისუნთქოს და რეალურად მოხდეს, ასე ვთქვათ, წინსვლა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, ეხლა კი ახსენებენ 140 მილიონი დოლარი გაყიდა ეროვნულ ბანკმა ბოლო ვთქვათ ერთ თვეში თვენახევარში, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მთელი წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა გაყიდა სულ 240 მილიონი დოლარი, მაგრამ ამავე დროს შეიძინა 278 მილიონი დოლარი. ანუ მას უფრო მეტი აქვს შეძენილი, ვიდრე გაყიდული. ანუ რეალურად რეზერვები მას ასე ვთქვათ არ შეუმცირებია თუ ამ ციფრებით შევხედავთ. ეს სწორი ნაბიჯი იყო ჩემი აზრით ნებისმიერი ეროვნული ბანკი არჩევნების პერიოდში, რომ არ ყოფილიყო შემდგომი სპეკულაციური ქმედებები, ეს ქმედებები სავსებით სწორად იყო მას მიერ გაკეთებული. რაც შეეხება მოლოდინებს, ახლა იცით არჩევნები იყო, პარტიები ხარჯავენ თანხებს, მათ მიეცემათ ოფიციალური თანხები, შეიძლება ახლა ვაღიაროთ არის რაღაც არაოფიციალური თანხების ხარჯვა, არის ასევე შემოწირულობები ადამიანის, რომლებიც გადანახული აქვს რაღაც თანხები, თვლიან რომ ამ ეტაპზე თავის იდეოლოგიურ პარტიებს მიეხმარონ, ამიტომ ეს ლარის გამოვარდნა არ არის გასაკვირი და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი მოლოდინი და სწორი ქმედება ეროვნული ბანკისაგან, რომ კურსი უფრო არ გაიქცა. და დასრულდა თქვენ დრო. ამ შემთხვევაში, დიახ, დასრულდა თქვენ დრო. დიდი მადლობა ბატონ ნოდარ. თქვენი აზრით რა უნდა გააკეთონ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, რომ ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ აღდგეს? ბუნებრივია აქ ორი პოლიტიკის ურთიერთობა, ეს მონეტური პოლიტიკის, ფისკალური პოლიტიკის გატარება, სწორი გატარება. ეხლა გარკვეულწილად ჩვენ გარკვეული რისკები ახლა ბოლო კვარტალია ამ წლის და თუ იმასაც ესე იგი მივიღებ ხედელობაში, რომ თქვათ ისაც უნდა დაიხარჯოს თქვათ საშუალო თვეურად დარჩენილ თვეებში, თქვათ მნიშვნელოვნად მეტი იქნება ვიდრე თქვათ 9 თვის განმავლობაში ერთ თვეში ხარჯებოდა. ეხლა ბუნებრივია ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს, განსაკუთრებით თუ ჩვენ ბიუჯეტს შევხედავთ 2016 წლის შესრულებას, აქ ვნახავთ რომ ხარჯებშიც თქვათ დინამიკაში თუ შესრულდეს უფრო მეტი უნდა დაიხარჯოს, განსაკუთრებით არაფინანსური აქტივების დისმუხლით აქ საკმაოდ ჩამორჩენაა და ასე ვთქვათ, საკმაოდ სერიოზული თანხები იქნება. ანუ ჩვენ თუ თქვათ ავითვლით ის შეიძლება გავაგრძელებ, იმ 800 მილიონზე მეტი რაც არის ამ კუთხით გამოყოფილი, ეს თავისთავად თქვათ ხარჯებს გადის და ბუნებრივია ახლა აქ ისე როგორც შეიძლება თქვათ ციფრობრივად პროცენტულად უფრო ნაკლებია ვიდრე იყო 2015-ში, 2014-ში განსაკუთრებით თქვათ 2013-ში, როდესაც საკმაოდ სერიოზული თქვათ ყოველთვიურის იყო ბოლო თვეებში ამდენი დაწოლა არ იქნება, თუმცა ამას ახლა ასე ვთქვათ ეს იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც აქ საუბარი იყო იმ ფაქტორებზე, რაც ახლა თქვათ მოქმედებს, ახლა მოგეხსენებათ თუ კი საშუალო თქვათ ვადიან პერიოდში ესეთი თქვათ ფისკალური პოლიტიკა, ასე მონეტარული პოლიტიკა, ეს თქვათ მნიშვნელოვანი ფაქტორებია. უკვე მოკლევადიან პერიოდში თქვათ მნიშვნელოვანია აქ ინვესტორების განწყობა ბუნებრივია, ასევე მოლოდინები, რაც ახსენა ბატონ მაგაკიმაც, ასევე თქვათ რისკ აპეტიტი ეგრეთ წოდებული, ანუ თქვათ რისკისთან მიმდრეკილება და ასე შემდეგ. მე მაინც ფიქრობ, რომ გრძელვადიან პერიოდში რაიმე განსაკუთრებული რისკი ალბათ არ ჩანს, თუმცა მოკლევადიან პერიოდში განსაკუთრებით თქვათ იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო თვეებია წლის და ეს წლის ბიუჯეტი როგორც შესრულდება და მათ შორის გადასახდელების ნაწილში, ამიტომ აქ თქვათ გარკვეული ყურადღება. დიდი მადლობა. ბიუჯეტის შესრულების დინამიკაზე გადაცემის მეორე ნაწილში გვექნება საშუალება რომ ვისაუბროთ. ბატონო გივი, თქვენგანაც მაინტერესებს რა უნდა გააკეთონ მთავრობამ თავის მხრივ და ეროვნულმა ბანკმა, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა აღდგეს? რა თქმა უნდა, ნდობამ გამოწვეულია, როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლარი სტაბილურია, ხო, იქნება. ეხლა თუ ჩვენ გადავავლებს წარსულ გამოცდილებას, ვნახავთ, რომ ლარი არასტაბილურია, ბოლო 1 წლის განმავლობაში თუნდაც, როდესაც მკვეთრი გაუფასურება არ ყოფილა, 6-7%-იანი მერყეობაა გაცვლით კურსის. შედეგად ეს ყველაფერი იწვევს, რომ ნდობა საკმაოდ რთული აღსადგენი იქნება, ამას გარკვეულად რო დაჭირდება, ეროვნულ ბანკს უნდა გქონდეს დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკა, მთავრობამ უნდა შეეცადოს, რომ არ ქონდეს დეფიციტურ ხარჯვას ადგილი და არ მოხდეს
ეს ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა. აი ამ დრომდე თუ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა არ ახდენდა გავლენას გაზაფხულის კურსზე, წლის ბოლოსათვის თუ მოხდება, ეს რა თქმა უნდა უარყოფით ზეგავლენას იქონიებს. ანუ მთავარი აქ არის, რომ შემცირდეს გაზაფხულის კურსის მერყეობა მთავრობის და ეროვნული ბანკის ურთიერთ ესე ვთქვათ შეთანხმებული მოქმედებით. ძალიან დიდი მადლობა. დიახ, ძალიან მოკლედ ბატონო ნოდარ. რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ესე იგი რეფინანსირების შესახების მოცულობა თქვათ მაქსიმალურ ზღვამდე გაზარდა ამ ბოლო პერიოდში. თუ კი თქვათ ზაფხულის თვეებში ფაქტობრივად აქ თითქმის თქვათ არ იყო მოქმედებება, ახლა თქვათ ამ კვირის განმავლობაში ესე იგი თქვათ სებიდან აღებული შესახების მოცულობა 1 მილიარდ 220 მილიონი შეადგინა და ეს ახლა რა თქმა უნდა ამან თქვათ ლარის თქვათ მიწოდება გაზარდა და თავისთავად ამ წონასწორობაზე იმოქმედა. ახლა ეს ფაქტორიც თქვათ გარდა იმისა, რომ თქვათ დოლარი გაყიდა, ანუ რეზერვიდან დახარჯა თანხა, ეს ფაქტორიც ალბათ მნიშვნელოვანი იყო და ამასთანავე ხშირად ახსენებენ ხოლმე იმერჯერა ტრანზაქციას, რაც თქვათ TBC ბანკიდან თქვათ რესპუბლიკა ბანკის შეძენას უკავშირდება. მე არ მგონია თქვათ ახლა ეს ფაქტორი თქვათ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ რაღაც ზემოქმედებას ალბათ მაინც გააკეთებდა, იმიტომ რომ რამოდენიმე ასეული მილიონი. ბატონო გივი, თქვენ გსურდათ დამატება, თქვენ 30 წამი გექნებათ, ძალიან ცოტა დრო. კი ბატონო, რეფინანსირების შესახებზე მინდა დავამატო დაახლოებით 250 მილიონით გაიზარდა და თუ შევხედავთ კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებს, ასევე გაზრდილია დაახლოებით ანალოგიური თანხით, ასევე მინდა ვთქვა, რომ რეფინანსირების შესახებ არ აუფასურებს ეროვნულ ვალუტას, ეს არის მოთხოვნა კომერციული ბანკების მხრიდან წარმოშობილი, რომელიც ესე ვთქვათ ლიკვიდობის თვის არის განკუთვნილი და რეფინანსირების შესახების შეზღუდვას ცუდი გავლენა ექნება ესე ვთქვათ ეკონომიკაზე. ძალიან დიდი მადლობა, გისმენთ. ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტერვენციების შემდეგ ლოგიკური იყო, რომ მოთხოვნა გაიზრდებოდა შესაბამისად ლარზე და რეფინანსირების შესახების მოცულობა გაიზრდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ კომერციულ ბანკებს შეექმნებოდათ ლიკვიდობის პრობლემა. აქედან გამომდინარე გაიზარდა შესახების მოცულობა. შესაბამისად, ჩემი აზრით, ეროვნულ ბანკს მაინც მოუწევს მონეტარული პოლიტიკის გადასინჯვა, გამომდინარე ეკონომიკური ზრდის ტემპიდან და გამომდინარე იქიდან, რომ ლარის კურსი უფრო უფასურდება, ვიდრე მყარდება, შეიძლება ინფლაციური რისკების საშუალებას დადგეს, ამიტომ მას მოუწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ჩემი აზრით მომავალში. ძალიან დიდი მადლობა. ისევ თქვენ მინდა გკითხოთ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით და მის მიმართ მოსახლეობის ნდობასთან დაკავშირებით. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაუშვათ მოსახლეობამ შენახვა დაიწყოს ეროვნულ ვალუტაში, რაც დოლარიზაციას შეამცირებდა და ლარის კურსის რყევებიც რასაკვირველია ნაკლები იქნებოდა. რას ურჩევდით რეკომენდაციების თვალსაზრისით? ამ წუთას თუ გვაქვს მოლოდინი, რომ ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება, უნდა შეგვექმნას იმის მოლოდინი, რომ ლარი მომავალში გამყარდება. ეს იმ დაშვებით, რომ თქვათ ფუნდამენტალურ ფაქტორებში გარკვეული დისბალანსი არ წარმოიქმნება. ანუ თუ ჩვენ ვაკეთებთ დაშვებას, რომ არ წარმოიქმნება ის თქვათ დისბალანსი, რასაც ჰქონდა ადგილი თქვათ 2 წლის წინ, ან 1 წლის წინ, მაშინ ამ პირობებში მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკას წყობს, რომელიც ორიენტირებულია უფრო ლარის გამყარებისკენ და არა ლარის გაუფასურებისაკენ, თანდათანობით ჩამოაყალიბებს ადამიანებში იმ განწყობას, რომ ლარი მომავალში გაუფასურდება. და ყველაზე მთავარი, რაც უკავშირდება ლარის გამყარებას და ზოგადად გრძელვადიან პერიოდში, ეს არის ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი. რამდენიმე წელიწადია ეკონომიკა ფაქტიურად თითქმის არ იზრდება 3%-იანი, 4%-იანი ზრდა გვაქვს და ეს არის მიზეზი, რომ არანაირი რეზერვი უკვე აღარ არსებობს იმისი, რომ თქვათ ეს ლარის მერყეობა და დასრულდა თქვენ რომ ბატონო დავით გაქვთ თუ არა სურვილი რომ აი ამ ეროვნული ვალუტისადმი მოსახლეობით ნდობაზე ისაუბროთ და გადაცემის ამ ნაწილს უნდა მოვრჩეთ ასე რომ გისმენთ სიამოვნებით მე რა თქმა უნდა პირველი აქ სწორად ითქვა ნათქვამი ზოგადად ფუნდამენტალური ფაქტორები რომ ექსპორტი უნდა გაიზარდოს ინვესტიციები უნდა გაიზარდოს ტურიზმიდან შემოსავალი ხა ცოტათი რომ გაიზარდა ამ წელს ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენდა ლარის კურსზე ის მაინც ხედავთ ოდნავ მაინც გაუფასურდა მთავარი არის რომ აი ეს რეალურად მთლიანი შიდა პროდუქტის და ეკონომიკის და იწვევს რეალურად გამყარებას და იმ კონფიდენს რაც ქვია დარწმუნებას რომ ლარის კურსი არის მყარი ამას დრო ჭირდება ხო იცით სახელის გატეხოს თავის გატეხვა ჯობიო ამ სფეროშიც ესია ამას წელი 2 წელი მაინც დაჭირდება მე მაგალითად ერთ-ერთ ბოლო კომიტეტის ხდომებზე
ეროვნულ ბანკს დაუსვი შეკითხვა და თხოვე კიდევაც რაღაც რეაქციები იყო ამის შემდგომ, რომ მაგალითად არ შეიძლება ადამიანს შეეზღუდოს, როცა მიდის ბანკში, თუ ითხოვს ლარში სესხს, არ უნდა ეთქვას მას, რომ არა, მაინდა-მაინც შენ დოლარში უნდა აიღოს. თუნდაც მაგალითად 100,000 ლარამდე უნდა სესხის აღება. დღეს ბევრ შემთხვევაში შეიძლება მაგვალითას იცით რა, ლარის უკაცრავად, მაგრამ მოდით მე დოლარებში მოგცემთ სესხს. მირჩევნე, ეს არ უნდა ხდებოდეს. ჩვენი ვალუტა თუ არის ლარი, ამიტომ ყველა ბანკს უნდა კონდეს საშუალება და ვალდებულება კლიენტის წინაშე, რომ მან გასცეს ლარში. ლარში გაცემული სესხები ეს არის უფრო მყარი, ასე ვთქვათ, ნდობა, უფრო ლარის მიმართ, განსაკუთრებით თუ ესეთი კლიენტები არიან, მათ ეს საშუალება უნდა მიეცეთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს საინტერესო საუბრისთვის. გადაცემის მომდევნო ნაწილში ვისაუბრებთ, როგორი უნდა იყოს მთავრობის პოლიტიკა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა იმისთვის, რომ ეკონომიკა გაიზარდოს. დროებით.